გამარჯობა. GVP-ის განახლებულ ვებგვერდზე მომხმარებლის პერსონალურ კაბინეტში შეგიძლიათ თავად მარტივად დააფიქსიროთ თქვენი მრიცხველის ჩვენება. თუ თქვენ წყალმომარაგების კომუნალურ გადასახადს მრიცხველის ჩვენების მიხედვით იხდით, ანუ ხართ GVP-ის მრიცხველიანი აბონენტი, ეს ვიდეო თქვენთვის ნამდვილად საინტერესო იქნება. როგორც იცით, იმისთვის რომ თქვენი მიმდინარე გადასახადი დაფიქსირდეს და მიიღოთ ელექტრონული ქვითარი, აუცილებელია კომპანიას მიეწოდოთ ინფორმაცია თქვენი მრიცხველის მიმდინარე ჩვენების შესახებ. სტანდარტული პროცესი გულისხმობს, რომ GVP-ის აღმრიცხველი მოვიდეს თქვენს მისამართზე, გადაამოწმოს მრიცხველი და ჩაიწეროს მონაცემები. დამეთანხმებით, ეს ხშირად არაკომფორტულია აბონენტებისთვის. სწორედ ამიტომ GVP გთავაზობთ მარტივ და სწრაფ გზას მრიცხველის ჩვენების დაფიქსირებას ონლაინ, პირდაპირ მომხმარებლის პერსონალური კაბინეტიდან. შედით ვებგვერდზე GVP-G, გადადით თქვენს პერსონალურ კაბინეტში. იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ დარეგისტრირებული, პირველ რიგში გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი. დაამატეთ კაბინეტში თქვენი აბონენტის ნომერი ან ნომრები. გადადით გრაფაში ჩვენების დაფიქსირება. აირჩიეთ ის აბონენტი, რომელზეც გსურთ მრიცხველის ჩვენების დაფიქსირება და დააჭერეთ ღილაკს ახალი ჩვენების დაფიქსირება. შეიყვანეთ მრიცხველის მიმდინარე ჩვენების ციფრები და გადაამოწმეთ მონაცემის სისწორა. დააჭერეთ ღილაკს დადასტურება. მონაცემი მომენტალურად აისახება GVP-ის ბაზაში, ხოლო თვის ბოლოს თქვენი მრიცხველის მონაცემებზე დაყრდნობით გამოანგარიშებულ ქვითარს მიიღებთ.